ხო, ბექა, ხო. გათუმელების ჩართვაში ისევ მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ ვიმყოფებით ტრადიციულად აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ, სადაც 500 დღეზე მეტია საქართველოს მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. თქვენ ინფორმირებული ხართ ამ პროტესტის შესახებ, თუმცა დღესაც შევეცდებით, რომ მოგიყვეთ ამ პროტესტთან დაკავშირებით და შესაძლებლობის ფარგლებში მოვისმინოთ იმ ადამიანების მოსაზრებები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რაც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს. თქვენ იცით, რომ საქართველოს მოქალაქეები 500 დღეზე მეტია არიან პროტესტში და მათი მოთხოვნები რეალურად არის უცვლელი. ეს მოთხოვნები არის, რომ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები, რადგან 2024 წელს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი არ აღიარებს და შესაბამისად ეს მოქალაქეები არ აღიარებენ ქართული ოცნების ხელისუფლებას. და ისინი აცხადებენ, რომ აუცილებლად უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები თავისუფალ გარემოში, რადგანაც თქვენ იცით, რომ მოქალაქეების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს არჩევნები იყო მიტაცებული და რეალურად არ გამოხატავდა ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას. გარდა იმისა, რომ მოქალაქეები ეთხოვენ ახალ არჩევნებს, ბუნებრივია ეთხოვენ სინდისის პატიმრების გათავისუფლებას, რადგან იცით, რომ საპროტესტო აქციების შემდეგ რეპრესიული პოლიტიკა გაატარა ქართული ოცნების ხელისუფლებამ, დაარბია სასტიკად საპროტესტო აქციები. 300-400 ადამიანი დაშავდა ამ დარბეული აქციების დროს და დღეს 100-მდე სინდისის პატიმარია ციხეებში და ბუნებრივია საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც პროტესტში იმყოფებიან, ითხოვენ, რომ უნდა გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები უკანონო ტყვეობიდან. გარდა ამისა, საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ იმას, რომ საქართველო აუცილებლად დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის პროცესს, რადგან იცით, რომ სანამ საპროტესტო აქციები დაიწყებოდა 2024 წლის არჩევნების შემდეგ ქართული ოცნების ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ისინი აჩერებდნენ ევროინტეგრაციის პროცესს, მაშინ როცა რეალურად პირიქით უნდა დაწყებულიყო მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე და ამ მოლაპარაკებების გახსნის ნაცვლად ოცნებამ გამოაცხადა, რომ საერთოდ აჩერებდა 2028 წლამდე ევროინტეგრაციის პროცესს და ეს იყო ყველაზე დიდი ამან გამოიწვია ყველაზე დიდი პროტესტი მოქალაქეებში, ამას მოჰყვა მასობრივი აქციები ქვეყანაში და აი იმ დღიდან მოყოლებული მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი დგას ქუჩაში და მოითხოვს ახალ არჩევნებს, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, რეპრესიული კანონმდებლობის უკან წაღებას, რადგან იცით, რომ ამ 1 წლის განმავლობაში ქართული ოცნების ხელისუფლებამ არაერთი რეპრესიული კანონი მიიღო, რომელიც პირდაპირ მიმართულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ. ადამიანებს ტროტუარზე დგომის გამოც კი აკავებენ და ციხეში უშვებენ და არაერთი ადამიანი იმყოფება დღეს 3 დღით, 4 დღით, 10 დღით ადმინისტრაციულ პატიმრობაში, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი თბილისში დგანან რუსთაველის ქუჩაზე და იცავენ თავიანთ უფლებებს, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და მხოლოდ ამის გამო უშვებს დღეს არსებული სასამართლო სისტემა ადამიანებს ციხეში და პატიმრობაში, იმიტომ რომ ისინი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას იცავენ და ასევე ითხოვენ იმას, რომ ეს ქვეყანა არ დარჩეს აგრესორი რუსეთის პირისპირ მარტო და არ დაკარგოს საქართველოს ევროპელი მეგობრები, რადგანაც მათი დახმარებისა და ევროკავშირში გაწევრიანების გარეშე მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ საქართველოს უდიდესი გეოპოლიტიკური საფრთხის წინაშე დადგება, რადგან რუსეთის აგრესია არის რეალური, რადგანაც მიტაცებული აქვს ამ ქვეყნის 20% და ეს მცოცავი ოკუპაცია ფაქტობრივად ყოველდღე გრძელდება. აი ეს არის ძირითადი მოთხოვნები აქ მყოფი მოქალაქეების. ასევე მინდა გითხრათ, რომ ქართული ოცნების პოლიტიკის შედეგად, აი იზოლაციონისტური პოლიტიკის შედეგად ქვეყანა რეალურად
ქვეყანაში რეალურად იზრდება სოციალური უთანასწორობა, სიღარიბე და ეს შეიმჩნევა საზოგადოების თითქმის ყველა სფეროში, ფასები იზრდება, როგორც საკვებ პროდუქტებზე, ასევე მომსახურების სხვა სერვისებზე. დღეს მაგალითად ბათუმში ტაქსისტები იყვნენ გაფიცული, ისინი აპროტესტებდნენ დაბალ შემოსავლებს და ითხოვენ, რომ მათი შრომითი უფლებები იყოს დაცული ქვეყანაში და მათ შეძლონ მაგალითად ისეთი ანაზღაურების მიღება, რომლითაც შეძლებენ ისინი საკუთარი თავის გატანასაც და ოჯახის შენახვასაც. ეს უკმაყოფილება და ეს სოციალური უთანასწორობა არის თვალში საცემი და რეალურად იგრძნობა ყოველდღიურად და საქართველოს მოქალაქეების შეფასებით ეს არის სწორედ იმ პოლიტიკის შედეგი, რასაც ქართული ოცნების ხელისუფლება ატარებს ქვეყანაში. ასევე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მაგალითად უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირველად ჩამოვიდა სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ აზერბაიჯანში იყო დღეს ვიზიტით, სადაც ხელი მოაწერა ალიევმა და ზელენსკიმ რამდენიმე მნიშვნელოვან შეთანხმებას, მათ შორის ენერგეტიკის საკითხებში. და რეალურად ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ქართული ოცნების პროპაგანდა, რომ მაგალითად უკრაინის მხარდაჭერა ამ ომში, ასევე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღიარება და სოლიდარობა ამ ქვეყნის მიმართ არ გამოიწვევს იმას, რის პროპაგანდასაც ეწეოდა მაგალითად ქართული ოცნება, რომ აი ომში ჩართვა მოხდება ამ სოლიდარობით ან მხარდაჭერით ქვეყნის და ასე შემდეგ. ფაქტია, რომ ომში არავის ჩაურთვია აზერბაიჯანი და ის, რომ ეს არის რეალურად პროპაგანდა და არა რეალობა, ამის რეალური მაგალითია ის, რაც ჩვენს სამეზობლო ქვეყნებში ვითარდება ბოლო წლის განმავლობაში. ის, რომ მაგალითად სომხეთმა უკვე ღიად განაცხადა, რომ მას აქვს სურვილი ევროკავშირში გაწევრიანებაზე და ამ მიმართულებით გადადგამს რეალურ ნაბიჯებს, ესეც იმაზე მეტყველებს, რომ რეალურად ომში მეორე ფრონტის გახსნისა და ომში ჩართვის რისკები არ არსებობს და ეს არის რუსული პროპაგანდა და მოგონილი საფრთხე. შევეცდები რომ აქ ყოფ ადამიანებს გავესაუბრო, მოგასმენინდოთ მათი აზრი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, თუ კი რა თქმა უნდა მათ სურვილი ექნებათ ამ თემაზე სასაუბროთ. აქ დღეს მაგალითად ბათუმში იმყოფებიან თავისუფლების მოედნის წარმომადგენლები, რომლებმაც დღეს დაანონსეს ის, რომ ისინი აპირებენ აჭარის სოფლებში გასვლას და მოსახლეობასთან შეხვედრას, იმისათვის რომ მოისმინონ მათი მოსაზრებები, მათი გასაჭირი, მათი შეხედულებები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და შევეცდებით, რომ თუ კი სურვილი ექნებათ, მათაც გავესაუბროთ ამ გეგმებთან დაკავშირებით. მოგესალმებით, გამარჯობათ ბათუმელების ჩართვაში ხართ. ჩვენს მაყურებელს უყვებოდით ქვეყანაში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით, ხო? 500 დღეზე მეტია რეალურად საქართველოს მოქალაქეები ითხოვთ ახალ არჩევნებს, პოლიტპარტიების გათავისუფლებას და იმას, რომ საქართველოს უნდა დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას. მაგრამ სანამ ეს პროცესი დადგება, რეალურად იცვლება სოციალური მდგომარეობა, ხო, ქვეყანაში, იცვლება გეოპოლიტიკური მდგომარეობა. თქვენ როგორც საქართველოს მოქალაქე, როგორ აფასებთ პროტესტის ამ 500 დღეს და იმ პროცესებს, რაც ჩვენს ქვეყანაში ვითარდება? კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ეს პროტესტის 500 დღე ნიშნავს პრინციპებისადმი, ქართული სახელმწიფოსადმი, კონსტიტუციისადმი, ადამიანის უფლებებისადმი, ევროპული ღირებულებებისა და არჩევნების მიმართ ერთგულებას. იმიტომ რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქართულმა ხალხმა ზუსტად შეიგნო, რა ნიშნავს თავისუფლება, საკუთარი თავისუფლება, რომ თითოეული ადამიანი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ადამიანის პრობლემა უნდა იქცეს საზოგადოების პრობლემად და სახელმწიფო უნდა იყოს ორიენტირებული ამ პრობლემების მოგვარებაზე. სამწუხაროდ 360 გრადუსით შეტრიალებული მდგომარეობა. ეს ჩვენ ხედავთ, რომ ადამიანები საპატიმროში მიდიან ტროტუარზე დგომის გამო. დღეს სიმართლის თქმა ითვლება დანაშაულად. პრაქტიკულად უზურპირებულია სასამართლო. ბოლომდე დამორჩილებულია ეს ხელისუფლების ყველა შტო. პარლამენტი ვერ ასრულებს
თავის მოვალეობას, არ ვიცი, სოციალური ფონიდან მდგომარეობა არის უმძიმესი, წარმოიდგინეთ, მე არ მინდა ეს მხოლოდ ესე მწვავე კრიტიკით შემოიფარგლო. შეიქმნა სამთავრობო გუნდი, პარლამენტში არის შექმნილი კომისია და პროდუქტი ძვირდება. ეგრეთ წოდებული ფასების კონტროლის კომისიას გულისხმობ, მე რა ესა ხშირად თვალს ვადევნებ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. თვითონაც აღიარეს, რომ არ შეგვიძლია თურმე ფასების შემცირებაო. აი მე ვნახე რომ ქვეყანაში კორუფცია, რაღაც გარიგებები, ეს კარტელური გარიგებები იმ მასშტაბებზეა გასული, რომ თვითონ ხელისუფლებაც კი უძლური დარჩა ამის წინა. რეალურად ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ისევ თვითონ არიან. იმიტომ რომ ქართული ოცნება ხელისუფლებაში იმყოფება უკვე 14 წლის განმავლობაში. უამრავი ადამიანი ტოვებს ქვეყანას. დღეს შეუძლებელია სასამართლოში იპოვოს სიმართლე და სამართალი. არ ვიცი, ამაზე საუბრობს საზოგადოების ყველა ფენა, ჯანდაცვა პრაქტიკულად, არ ვიცი, სიკვდილიანობა. ბავშვებს არ აძლევენ ხო წამარს, ჩვენ ვხედავთ მშობლები როგორ ქუჩაში ათენებენ ამას, რომ თავიანთი შვილების სიცოცხლე იქცნენ და ჯანდაცვა უარს ეუბნება. არ მინდა უბრალოდ რაღაცა მეორე მხრიდან კრიტიკით შემოვიფარგლო, უბრალოდ დგას ქუჩაში ადამიანები და საუბარია 20-30 მილიონ ლარზე. ნუ თუ ასე იაფეთირს ჩვენს ქვეყანაში 3 მილიონიან ქვეყანაში არც კი ბავშვები ჩვენი მომავალი თაობის სიცოცხლე. ჩვენ ხო ვამბობთ რომ აი ძალიან მაღალი ეკონომიკური სვლა, არნახული ეკონომიკური სვლა. ნუ თუ არ შეიძლება რომ ხელისუფალმა იპოვოს რესურსი ყოველგვარი რაღაც დამატებითი რაღაც კრიტიკის და თუმცა რამდენიმე დღის წინ თავად დაანონსეს რომ დინარაძისთვის აპირებდნენ საგანგებოდ სამინისტროს შექმნას. ბუნებრივია სამინისტროს თავისი რესურსები და რამდენიმე მილიონი დაჭირდება, ხო, რომ აპარატმა იფუნქციონიროს. ეს ნიშნავს რომ ანუ ბიუროკრატიისთვის ფული არსებობს, მაგრამ ბავშვის სწავლისთვის არ არსებობს ამ ქვეყანაში. ფული ის განცხადება, რომელიც მოვისმინე და გაჟღერდა მშობლების მიერ, რომ თითქოს ეს პრეპარატი ვერ უზრუნველყოს ამ ბავშვების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას და ის საშიშია მათთვის, ეს ინფორმაციაც კი არ აქვს ჯანდაცვის სამინისტროს ვერ უყურებს, სულ ფასოვნად მოპოვებული. ისინი არიან მოპოვებული აქვს თუ არ უნდათ რომ ამაზე ისაუბრონ. ისინი ღიად საჯარო სივრცეში ან დარბაზში არ ხვდებიან მშობლებს და არ ესაუბრებიან დეტალებზე. მათთვის შეიძლება ჩვენ რიგითი მოქალაქეები ვართ, მაგრამ ასობით ბავშვის უკან დგას მათი მშობლები, რომელთათვისაც უმთავრესი არის საკუთარი შვილის სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადარჩენა, რომელიც ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა. ამ რეალობაში არ ვიცი აბსოლუტურად რომელ სფეროს, რომელ დარგს უნდა შეეხო. ანუ სახელმწიფო რომელიც არ ზრუნავს ბავშვზე, არ ზრუნავს მშობელზე, რა შეიძლება ელოდო ასეთი მაგალითად ხელისუფლებისგან, დიახ. დღეს ხელისუფლება საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების გამო ეს წლების განმავლობაში გრძელდებოდა ეს პროცესი. შევიდა ჩიხში. მათ დაკარგეს კონტაქტი საკუთარ ხალხთან. ისინი ხალხსა და ხელისუფლებას შორის საუბედუროდ ერთეული გამონაკლისის გარდა არის ძალიან დიდი უცხრული. წარმოიდგინეთ გუშინ და გუშინ წინ ასე პირობითად რომ ჩვენ ვისაუბროთ, ქუჩაში ჟურნალისტებზე ფიზიკურად ძალადობენ. ზიამაღლობელი დღეს პატიმარია, ზვია ცეცხლაძე პატიმარია და ამ ადამიანების აი ხო ვერ ჩამოვთვლით ათობით ადამიანი, რომელთა დანაშაულიც ქალბატონო არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ითხოვენ სიმართლეს, სამართლიანობას, ობიექტურობას და უნდათ რომ არ იყვნენ მეორე ხარისხოვანი მოქალაქეები. როდესაც პარლამენტში ზის ამდენი მილიონერი პრაქტიკულად მათ არ ესმით ხალხის პრობლემები. ისინი არიან შეკრებილი უზრუნველყოფილი არიან. აი პირადი ინტერესები, ამ ინტერესების მოგვარება, უფრო მეტი დოვლათის მოხვეჭა, უფრო მეტი ძალაუფლების მოხვეჭა და პრაქტიკულად ხალხსა და ხელისუფლებას შორის განმეორდები არსებობს უზარმაზარი უსწრული. ეს უნდა დასრულდეს. ძალადობა უნდა დასრულდეს, პატიმრებმა აუცილებლად უნდა დატოვონ საბჭოთა აღსრულების დაწესებულებები და ამ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები. ძალიან დიდი მადლობა, რომ გაგვიზიარეთ მოსაზრებები. შევეცდებით, რომ სხვასაც გავესაუბროთ.
ბატონო რევაზ გამარჯობათ. რევაზ აფხაზავა დღეს ბათუმში, განათლების სპეციალისტი. ბატონო რევაზ, რახან განათლებაში წლების განმავლობაში მუშაობდით, მინდა ამ კუთხით კითხოთ, იმიტომ რომ დღეს რეალურად გვაქვს ქვეყანაში მოცემულობა, როდესაც ქართული ოცნების ხელისუფლება უარს ეუბნება ბავშვებს წამლის მიწოდებაზე. ამ ხელისუფლებამ უარი თქვა სკოლებში ბავშვებისთვის საკვების მიწოდებაზე. თუმცა სასწრაფოდ შემოიტანა ფორმები, ხო? რა პოლიტიკაა ეს და როგორ უყურებთ აი ასეთ ამ ტიპის დამოკიდებულებას, რომ მაგალითად საკვების ნაცვლად შეიძლება ფორმა მიცე ბავშვს და წამლის ნაცვლად უთხრა, რომ ფული არ მაქვს ბიუჯეტში, მაშინ როცა ახალი სამინისტროს შესაქმნელად უცებ გამოჩნდა თანხები. რა პროცესია ეს თქვენი სპეციალისტთან ერთად ვარ ასევე თავისუფლების მოედნის წევრი პარტიის და ეხა ბათუმში და ზოგადად აჭარაში მაგიტომაც ვიმყოფებით, რომ ქართული ოცნების პოლიტიკა არის დამანგრეველი და დამღუპველი, დესტრუქციულია ფაქტიურად ქართულ საზოგადოებას და ქართულ სახელმწიფოებრიობას ანგრევს ეს პოლიტიკა. ყველა მიმართულებით, სოციალური მიმართულება იქნება, ეს განაშენიანება იქნება, სოფლის მეურნეობა თუ განათლება. განათლებაში უმძიმესი მდგომარეობა, ეს ჩვენ სამწუხაროდ საბჭოთა მემკვიდრეობიდან მოყოლებული სულ ასეთი მძიმე მდგომარეობა მცირე გამონათებების გარდა, მაგრამ არსებითი გარღვევა მაინც საბოლოო ჯამში ვერ მოხერხდა და განსაკუთრებით აი 2012 წლიდან ფაქტიურად კიდევ უფრო თუ დავაზუსტებთ, აი ბოლო რამდენიმე 5 წელიწადი, აი ძალიან ფორსირებულად მიდის განათლების სისტემის რუსიფიკაცია პირდაპირ გაგებით, სადაც არის მხოლოდ მნიშვნელოვანი, რომ მასწავლებლები იყვნენ და სკოლის ადმინისტრაციები იყვნენ დამორჩილებულები, რომ მათ ყველას უსმენენ, რომ მათ ყველას აძლევენ რაღაც გარკვეულ სახელმძღვანელოებს, როგორ უნდა ქართული ოცნების პროპაგანდა და წინა საარჩევნო პერიოდში როგორ უნდა დაეხმარონ და არჩევნებზე რეები უნდა გააკეთონ. რომ მათი საქმე არ არის პოლიტიკა. ინფრასტრუქტურულად, აბსოლუტურად, იმიტომ რომ ესენი არიან არაპროფესიონალები, მათ ვერ შექმნეს ვერც ერთი პროექტი ვერ განახორციელეს, რომელიც დაპირდნენ ხალხს, ინფრასტრუქტურული პროექტები იქნება ეს თუ სხვა, ხო? აი ჩვენ ეხა ვართ, ჩვენ ვატარებთ კამპანიას საქართველოს ეროვნულ კამპანიას საქართველოს გულისთვის და ეხა აჭარის კამპანია გვაქვს და აქამდე ქონდა ქუთაისის კამპანია. ქუთაისში უმძიმესი მდგომარეობა, დაანგრეული სკოლები და ეს ბავშვები სკოლების გარეშე დარჩენილები, რომლებიც უკვე წლებია ელოდებიან, წარმოიდგინეთ, არიან ბავშვები, რომლებსაც ჯერ პანდემიის პერიოდმა მოუწია და სკოლაში ვერ იარეს და ახლა კიდე დაემატა ის, რომ დამთავრდა პანდემია და გამოვიდნენ სკოლაში, სკოლაც არ დახვდა, დანგრეული დახვდა. ტოტალური აი ამ უმძიმესი სოციალური პრობლემების ფონზე, როცა არის 400,000 ბავშვი ყავს ჩვენ შემწეობის მიმღები საქართველოში, ანუ ფაქტიურად ხშირი, ფაქტიურად განვითარების შესაძლებლობას მოკლებული და ამ ბავშვებზე ვამბობთ, რომ ჩვენ მათი კვებით უზრუნველყოფა არ უნდა მივხედოთ, არ უნდა ვუზრუნველყოთ იმისთვის, რომ მეტი დრო დავტოვოთ სკოლაში, უფრო მეტი პროგრამები განვახორციელოთ მათი ხარისხის განათლების ხარისხის განვითარებისთვის და ასევე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნვისთვის და ამ დროს მაგალითად გვაქვს სკოლის ფორმების აბსოლუტურად ესეც რაღაცა საბჭოური ტრადიციის აღდგენის მცდელობები, ხო, როდესაც არავის არ ეკითხება ეს ფორმები უნდა თუ არა და თორე ესე სკოლა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მათ შორის საჯარო სკოლები და კერძო სკოლები, კერძო სამართლის იურიდიული პირები არის შეუძლიათ საკუთარ თემში მაგალითად განიხილონ საკითხი რა ეღირება ამ შობლოს რა დაუჯდება შემდეგ და ცალკეულმა სკოლამ მათი რაღაც თავიანთი იდენტობის, კულტურის გამომხატავი ფორმები შექმნა. ეს ტოტალურად უცებ შემოვიღოთ ეს და ამაზე 200 მილიონი დავხარჯოთ და მე ისევ მოქალაქეებს ვაყიდოთ, ეს არის სიგიჟე. ეს არის იმ ადამიანებს გაკეთებული, რომლებსაც არანაირი თანაგრძნობის უნარი არ აქვს და ამას ხედავთ ჩვენ აი ამ თუნდაც კუნთოვანი დისტროფიის იმ ხალხის გაკეთებულია, ვისი შვილების რეალურად არ სწავლობენ საჯარო სკოლაში, მათ შორის განათლების მინისტრის, ხო? მათი შვილები არ სწავლობენ, იხდიან კოლოსალურ თანხებს შვილის განათლებაში. ეს განათლების მინისტრები იცვლებიან პანტაპუნქტით და ეხა ადამიანი, რომელსაც შვილი ყავს მე-7 კლასში და აქამდე სწავლობდა კერძო სკოლაში, მათ ვერ დავავალებთ ეხა რომ ეს ბავშვი
მოწყვიტონ და ახან მამამისი. არა, ჩვენ არ ვამბობთ რომ არჩევანის თავისუფლება არ უნდა გქონდეთ, მაგრამ როცა ტოტალურად მაღალჩინოსნების შვილები არ სწავლობენ საჯარო სკოლაში, ის იზრუნებს საჯარო სკოლაზე ამ შემთხვევაში. არა, რა თქმა უნდა, ის მას შვილებიც რო არ ყავდეთ, აი მაგის თქმა მინდა. საერთოდ შვილებიც რო არ ყავდეთ და საერთოდ ამ მიმართულებით საერთოდ განათლებაზე საზრუნავი არ გქონდეთ. ესენი არიან აბსოლუტურად ინდიფერენტული ადამიანები, რომლებიც არ ფიქრობენ მოსახლეობაზე, ხო? ეხა აი, როდესაც აი ამაზე ვლაპარაკობთ და აი ამ კუნთოვანი დისტროფიის დაავადების, გუშინის დაავადების მქონე ბავშვებზე არის ლაპარაკი, რომლებისთვისაც აი ყოველი დღე არის ფაქტიურად უმნიშვნელოვანესი. და ამაზე ესე ცინიკურად ლაპარაკობ. საერთოდ რაზეა ლაპარაკი? და ამ დროს საუბრობდა ყობახიძე დემოგრაფიაზე თითქოს რომ თურმე ბავშვები უნდა გააჩინონ. ამ ქვეყანაში რომ კრიზისშია დემოგრაფიულად ქვეყანა და ასე შენ, მაგრამ გაჩენილებზე არ ზრუნავენ ფაქტია, ხო? ჩვენ გუშინ ჩამოვით აჭარაში, მანამდე ვიყავით, მოვიარეთ იმერეთის სოფლები და იქ დარწმუნებული ვარ, აქაც არის უმძიმესი მდგომარეობა და ვიცით ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ჩვენი ხარდამჭერები და ჩვენი გუნდის წევრები გვიყვებიან, აქაც რა უბედურებები ხდება და ეხლა უკვე ყველა საკითხავთ სოფლებში ვივლით და იქ ადგილზე გავესაუბრებით, მაგრამ ეხლა უკვე რა გამოცდილებას გვაქვს, რაც ვნახეთ, კატასტროფული მდგომარეობა დემოგრაფიული იმერეთში. იმერეთი გახდა ლიდერი ემიგრაციაში. ერთ-ერთი დიდი რეგიონია ამავე დროს, ხო? ერთ-ერთი დიდი რეგიონია და არის აი ფაქტიურად დაცლილი, მიტოვებული სოფლები, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ხდება გაჭირვებისგან, პერსპექტივებისგან, იმისგან რომ შენ შვილს მომავალი არ აქვს. თუმცა სტატისტიკამ თქვა რომ გაიზარდა საქართველოში მოსახლეობაო, მაგრამ ვის ხარჯზე და რის ხარჯზე არ ამბობს, ხო? ეს მაგალითად უცხოელების ხარჯზე გაიზარდა თუ ბათუმში აბა მიმოიხედეთ რა ხდება. ბათუმში ნახეთ როგორ გაიზარდა, კი არა, ეხა კიდე რაღაცა ნაწილი მოკლებულია რუსების, იმიტომ რომ მათაც აღარ მოუნდათ აქ ცხოვრება ისეთი მდგომარეობა. ფასების გამო და აღარ უნდა, ხო, იმიტომ რომ ის ჩამოვიდა აქ რომ გემრიელი საჭმელი იაფად ეჭამადა. ეხა რონახა რომ აქაც ცხოვრება გაძვირდა, ქირა გაძვირდა, ის ყველაფერი გაძვირდა, ელექტროენერგია გაძვირდა. დაადო დავიდა ისიც წავიდა, თორე ამა ჩაანაცვლეს ქართველი ერი, უცხოელები და განსაკუთრებით სამწუხაროდ ოკუპანტი ქვეყნიდან დია. ხო, რუსი მოქალაქეებით ეხა და ასე კონკრეტული მოქალაქეების წინააღმდეგ და კონკრეტული ერების წინააღმდეგ არაფერი არ აქვს. ჩვენ სახელმწიფოები, რომლებიც ჩვენ გვებრძვიან და რომლებიც ჩვენ ტერიტორიებს იტაცებენ, ის სახელმწიფოები არიან ჩვენი მტერი სახელმწიფოები და ამას ქვია თავის სახელი და ეხა ამაზეა უბრალოდ ლაპარაკი. რამათმა ესეთ ჩანაცვლება გააკეთეს. რომ საქართველოში შობადობა მიკლო და სიკვდილიანობა გაუსწრო შობადობას, ესეც ისტორიული მაჩვენებელია. ბოლო წლების განმავლობაში, ესე იგი, შობადობა სიკვდილიანობა უსწრებს. იმიტომ რომ ვისაც ოჯახი შექმნა შეეძლო და ვისაც მუშაობა შეეძლო ამ ქვეყანაში ყველა გაქცეულია და ეს ბუნებრივია და თან პლუს ამას უდიდესი მაჩვენებელია თუ ადრე იმედი ჰქონდათ რომ აქ რაღაცა გამოსწორდებოდა მიდიოდნენ ან კანდიდატი ქვეყანა იყო მოლოდინი იყო რომ ევროკავშირის წევრი გახდებოდა კი ბატონო წავიდოდი იქ მე და რაღაცა გამოვაგზავნდი ჩემ შვილს მაინც აქ გავზრდიდი რომ უკეთესი მომავლის მე დღეს ბავშვები მიყავთ სკოლის მიტოვების მაჩვენებლებია ძალიან მაღალია დიახ ტოვებენ ბავშვებს სკოლას და მიდიან საზღვარგარეთ მშობლებთან ერთად ემიგრაციაში. მთლიანად ოჯახებს კარგად. მოკლედ ყველა მიმართულებით არის უმძიმესი მდგომარეობა და აი ესენი არიან დაკავებულები ფულის კეთებით, ერთი და იგივე ადამიანების აგებს საუბრობაში ჩანაცვლებით, ხო, იგივე ხდება. იგივე მინისტრების გადანაცვლებით. იგივე კლანებს შორის აი ამ რაღაცა და ერთმანეთში ხანდახან გაბრაზდებიან, ვიღაცა მეც მოიპარავს ნაკლებს გადაუხდის ვიღაცას და ამაზე გაბრაზდებიან ერთმანეთს, გახოცავენ და ხალხი არის უკიდურესად გაღარიბებული და საშინელ მდგომარეობაში. აი ეს არის ის რატომაც აღარავარ ხა ესე განათლების სფეროში და გადმოვინაცვლე უფრო პარტიაში და თავისუფლების მოედანი ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ამ ბევრ ამას შეცვლის სამ. მადლობა ბატონო რევაზ რომ გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება. შევეცდებით ბატონ ლევანსაც გავესაუბროთ. ბატონო ლევან, მინდა თქვენი შეფასება მოვისმინო, ასე რომ ვთქვათ, თქვენ იცით რომ დღეს უკრაინის პრეზიდენტი იყო არის ჩასული აზერბაიჯანში, სადაც რამდენიმე შეთანხმებას თუ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
თანამშრომლობას ენერგეტიკის საკითხებზე და ასე შემდეგ. მაშინ როცა ქართული ოცნების ხელისუფლება მთელი წელი აშინებდა ხო საკუთარ ამომრჩეველს, რომ უკრაინის სოლიდარობა, უკრაინასთან თანადგომა და ვთქვათ ოკუპანტის მხარეს არ დადგომა, ეს გამოიწვევდა რაღაც ომის დაწყებას საქართველოში და ასე შემდეგ. თუმცა ვხედავთ სამეზობლოში სხვა ვითარებას, ხო? სომხეთი უკვე ღიად გამოხატავს მისწრაფებას ევროკავშირისკენ, აზერბაიჯანმა თავისი როლი გააძლიერა როგორც რეგიონში, ასევე ზოგადად გეოპოლიტიკურ პროცესებში. სად ვართ ჩვენ ამ პოლიტიკის, ქართული ოცნების პოლიტიკის შედეგად? ძალიან სამწუხაროდ საქართველო აღარ არის არაფერში და არც ერთ სერიოზულ საერთაშორისო პროგრამაში, პროექტში, ინიციატივაში აღარ მონაწილეობს. საქართველო გადააქცია ქართულმა ოცნებამ საკუთარი გამდიდრების, უსირცხვილოდ გამდიდრების წყარო. და აი, რა ვიცი, დარბიან ხელგაწვდილი, რომ იქნებ ვიღაცამ რაღაც შავი ფული შემოიტანოს ქვეყანაში და რაღაცა ქეში კონდეთ და ამას აიდან და რაღაც სანქცირებულ ჩინურ კომპანიებს დაძლევენ, რომ აქ რაღაც მოხდეს, იმიტომ რომ აი რაღაცნაირად თვითონ კიდევ უფრო გაძღნენ რა. აი მეტი პოლიტიკური და არც სამოქალაქო სინდისი და ღირებულება ამ ადამიანებს და ამ პარტიას არ გააჩინა სამწუხაროდ. საკუთარ ამომრჩევლებს უსირცხვილოდ ატყუებენ და ყოველ წელს ეუბნებიან ახალ ზღაპარს და ახალ ტყუილს. აქამდე იყო რაღაცა. ისიც კი უთხრეს ევროკავშირზე ჩვენ არ გვითხოვს უარიო. ხო, აი ესეთ რაღაცებს ატყუებენ ამ ადამიანებს, რომელსაც ისევე უჭირთ ცხოვრება, როგორც დანარჩენებს. ამ ქვეყანაში ცხოვრება ჩვეულებრივი თანამოქალაქეებისთვის, თქვენთვის, ჩემთვის, აგერ ადამიანებისთვის ვისგავად და ქართული ოცნების ჯერ კიდევ დარჩენილი ამომრჩევლისთვის ერთნაირად მძიმეა. ოღონდ ქართული ოცნება ამ ხალხს ეუბნება, რომ ეს იცი რატო ამძიმე, რომ ვიღაცაები გვერდზვიან. და იგონებს რაღაცა ახალ და მე მგონი დროთა განმავლობაში ეს უფრო და უფრო ნათელი ხდება ყველასათვის. ფაქტია, რომ მოსახლეობა რეალურად ღარიბდება, ხო? და მძიმე გადასახადები, მძიმე ფასები. ანუ ავტომატურად კი არ ღარიბდება მოსახლეობა, რაიმე ისეთი კი არ ხდება, რომ აი ობიექტური მიზეზები. ანუ მიზანმიმართულად აღარიბებენ? იმიტომ რომ გაძარცვა. აი მაგალითად, საქართველოში ძალიან გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება. და ამის გამო მთავრობა ამბობს, რომ აი ეკონომიკა იზრდება და ასე შემდეგ, ან რაღაცებს იგონა და რატო იზრდება? იმიტომ რომ მათივე კომპანიები უამრავ ელექტროენერგიას ხარჯავენ მაღალმთიან მხარეებში, რომ ეს კრიპტოვალუტა გამოიმუშავა და გადასახადებსაც კი არ იხდიან. ჩვეულებრივ ადამიანებს ჩვენ არ გაგვიზრდია არც ელექტროენერგიის მოხმარება და არაფერი. მაგრამ ახლა ამათ ვალებით საპატიეს. გადასახადებისგანაც გათავისო, რომ კიდევ უფრო მეტი ფული მოუხუჩო ბიძინა ივანიშვილს და სხვას და ოღონდ ამისი ფული გაზრდილი მოხმარების, ენერგოსისტემაზე გაზრდილი დატვირთვების ფული ჩვენ უნდა გადავიხადოთ. თვითონ კი არ გადაიხდეთ, თვითონ გადასახადების თავი გადაითავისუფლოს, ხო? ამიტომ მოქალაქეები კი არ ღარიბდებიან, მათ აღარიბებენ, იმიტომ რომ ძარცვა უბრალოდ. არ არსებობს არც ერთი პრობლემა, რომელიც ქართულმა ოცნებამ მოაგვარა. უმუშევრობის პრობლემა გვაქვს. ესენი ძალიან ესე უაზრო ციფრებს აფრიალებენ ხოლმე, მაგრამ მაგალითად 8 აპრილს გამოქვეყნდა მსოფლიო ბანკის ანალიზი ეკონომიკური მდგომარეობის 2025 წლის რეგიონში. და ისიც საქართველოზე რა წერია? იქ წერია, რომ საქართველოში 2025 წელს არ ყოფილა ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. მატება არ ყოფილა, რაღაცები შეიქმნა, რაღაცები გაქრა, ჯამში მატება არ ქონია, ანუ მუშევრობა ისევ-ესეა, ცხოვრება ისევ ზრდა. ეს კეთება, იმიტომ რომ ხელისუფლება ხელში ჩაგდებული აქვს პარტიას, რომელსაც არ აქვს არანაირი წოდნა, არანაირი კომპეტენცია. საერთოდ ვერ ხვდება მსოფლიო როგორ მუშაობს ეკონომიკა, როგორ მუშაობს პოლიტიკა. არა, ესენი არიან ბანდიტები და ბანდიტები რას აკეთებენ? ბანდიტები ძარცვავენ ხალხს და ამიტომ ღარიბდებით. იმიტომ რომ deep state გვებძვის, გლობალური ომის პარტია ან ევროკავშირის ელჩის ბრალი კი არ არის ეს. ეს არის იმის ბრალი, რომ ბანდიტური მართლობა ჩამოაყალიბეს. აი აქ რამდენი პატიოსანი მოქალაქე დგას და მათზე მეტი უშიშროება და პოლიციელი დასდევს. ამ ხალხს, ხო? ეს არის ჩვეულებრივი ბანდიტიზმი. და ამიტომ ღარიბდება ხალხი. არა იმიტომ რომ რაღაც ისეთი ხდება. პირიქით, ეკონომიკაც იზრდება, გარშემო ახალი პროექტები იწყება. სამხრეთ კავკასია წინ მიდის. აზერბაიჯანი და სომხეთი შერიგდნენ და ესენი დარჩნენ ისევ აი ამ რაღაცა მაფიოზურ მენტალიტეტში, რასაც იყვნენ და ამიტომ უნდა ვიდგეთ ერთად
და კიდევ უფრო ბევრნი ჩვენ ძალიან ბევრნი ყოფილვართ ბათუმის ქუჩებშიც, თბილისის ქუჩებშიც, ქუთაისის ქუჩებშიც. საჭირო რომ იქნება კიდევ მეტნი უნდა ვიყოთ და მანამდე უნდა ვიყოთ მეტნი სანამ ამათ არ გავისტუმრებთ იქ სადაც არის ამათი ადგილი. დიდი მადლობა ბატონო ლევან. ბათუმელების ლაივს ვინც ახლა შემოვერთით, შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვიმყოფებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც 500 დღეზე მეტია საქართველოს მოქალაქეები პროტესტში იმყოფებიან. მათი მოთხოვნები არის უცვლელი, რომ ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და საქართველო დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის პროცესს. მადლობა რომ ვიყურებდით, მე გემშვიდობებით, ხვალამდე.